დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და სიამოვნებით წარმოგიდგენთ განთიადის სტუმარს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს. დილამშვიდობისა ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუდიის სტუმარი. და მადლობა რომ საქართველოში ხართ. 20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაუბრუნდით სამშობლოს და აქ აგრძელებთ საქმიანობას. იტალიაში მუშაობდით, იქ მოღვაწეობდით. თქვენ შესახებ ჩვენ სიუჟეტიც გავაკეთეთ და ნაწილი ჩვენი მაყურებლებისა უკვე გიცნობთ, მაგრამ ვისაც არ უნახავს ეს სიუჟეტი, მათ გვინდა რომ წარუდგინოთ თქვენი თავი და გავაცნოთ თქვენი თავი ჩვენთვის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაბრუნება, ვინც დიდ წარმატებას მიაღწიეს საზღვარგარეთ, დიდი გამოცდილება შეიძინეს და შემდეგ უკვე უნდათ რომ ეს გამოცდილება უკვე მოახმარონ საკუთარ ქვეყანას და თანამემამულეებს. აი თუ შეიძლება მოგვიყვეთ როგორ წახვედით ჯერ, სად ცხოვრობდით, როგორ ცხოვრობდით, რას საქმიანობდით და შემდეგ როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ დაბრუნებულიყავით. ესე იოლად ჩვენ როგორც ვიცით არ მოსულა ეს წარმატება და გარკვეულ სირთულეები ახლა ამ ყველაფერს. შევეცდები რომ შევამცირო ეს მოსაყოლი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პერიოდია და ისტორია. წასვლით ზოგადად მოგეხსენებათ ახლა 93-94 წლები იყო 1900. საქართველოში ძიმე სიტუაცია იყო ძალიან, თუნდაც ეკონომიური, თუნდაც ყველანაირად. მაგ პერიოდში უბრალოდ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი მოწყდა სამედიცინო სფეროს იმის გამო რომ მოუწია თუნდაც ოჯახის შენახვის მიზნით თავის გადარჩენა უბრალოდ. იმ პერიოდში არავის არ ულხინდა, მაგრამ რატომღაც ჩემი გადაწყვეტილება იყო რომ მეც რაღაც პატარა სამედიცინო ბიზნესში ვიყავი, აფთიაქები იყო იმ პერიოდში და ასეთი საინტერესო ცხოვრება იყო სტუდენტი, რაღაც აფთიაქი. თვალს უხმოდ არ იყავი. არა, არ იყავი ისე. ეს ყველა ერთი მაშინ ვიყავით რომ რაღაცას ვცდილობდით რომ ცოტა მაგრამ ამის მიუხედავად რაღაც ბიზნესი კი ვითარდებოდა აქ, მაგრამ ნუ არ დამამისდება ერთჩვენ ერთ დღეს მთელი ოჯახი შევიკრიბეთ და ნუ ჩემი მშობლებმა დედამ და მამამ კითხეს რომ ნუ ეს გვინდა ჩვენ თქვათ ესეთი რაღაცა ხო შენ ხომ ოცნებობდი რომ გამოსულიყავი თქვათ ექიმი გინდა რომ კარდიოქირურგი ახლა მე გავფიქრდი და ვიფიქრე რომ მართლა ნუ აი რა არის ეს თქვათ ესეთი რაღაცა და იმ პერიოდში იყო ესეთი ბაკულევის ინსტიტუტში მამა ჩემის მეგობარი იყო ჩემი ნათლია ასევე რომელმაც ხელი შემიწყო და რაღაცნაირად აი დაფინანსება წამოვიდა იმისთვის რომ იქ წავსულიყავი და ესეთი რთული პერიოდი იყო რა თქმა უნდა უკვე პატარა ბავშვი ვყავდა რომ წავედი იქა და ოჯახთან ერთად წახვედით მაშინ ჯერ მარტო წავედი მე ოჯახთან ერთად იქ არ ცნობდნენ მე როგორც ვიცი თქვენს დიპლომს და ოფიციალურ არა მოსკოვში როგორ არა მოსკოვში მოსკოვში ვიყავი 94 წელი იყო მე იქიდან უკვე 98 წლიდან იტალიაში ჩავედი იტალიაში რა თქმა უნდა არ ცნობენ ევროპაში ის კი რომ არ ცნობენ რაღაც ეტაპები გაქვს გასავლელი იმისთვის რომ დააკმაყოფილო მათი მოთხოვნა ხო დააკმაყოფილო და მე მომიწია უბრალოდ ჩავაბარე უნივერსიტეტში ტურინის უნივერსიტეტში ჩავაბარე და ნუ გავიარე ნაწილი ჩემი გამოცდებისა რაც საქართველოში ენასთან როგორ იყავით იტალიურ ენას თავიდანვე იცით არა ვისწავლი არ ვიცოდი აბსოლუტურად არაფერი ეს ახლა სასაცილო მომენტებიც იყო იმაში რომ პოლიციელთან რომ შევედი პირველად რომ ეს ამეღო ცხოვრების უფლება და რაღაც პოლიციის იმაში განყოფილებაში რატომაც მეგონა რომ ჩაო ისეთი ის იყო რა ქვია ჩოლები მისამნება იყო თუნდაც ჩაოს მეგობრებს ეუბნებიან რომ შევედი პოლიციელს რომ ჩაო მეთქი და შევახერხე ქართველი ექიმის უნიკალური ოპერაცია მსოფლიო კონგრესზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა და ამას მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. აი ამაზეც რომ გითხრათ ორი სიტყვა ეს მნიშვნელოვანი მომენტია. მნიშვნელოვანი იყო დიახ. ყველაფერი ალბათ რაღაც შენი შრომის შედეგი არის ხო? საკმაოდ ბევრი შემოთავაზებებიც მქონდა აინტერესებდათ ინგლისის სამედიცინო ის ლიცენზიაც ამაქვს მე
და ნუ იქაც უნდათ რომ წავსულიყავი ამისთვის რომ მინინვაზიური ქირურგია იმ პერიოდში ეხლა უკვე დაიწყეს ბევრი ცენტრი ცდილობს რომ გააკეთოს და გაიმასაკნას რომ განუმარტოთ რა ოპერაციაზეა ეს არის ზოგადად მცირე განაკვეთით და პრაქტიკულად ეხლა ხალხისთვის რაც უსისხლო ოპერაციას ეძახიან იმიტომ რომ ნაკლებად სისხლის დაკარგვასთან ნაკლებად არის დაკავშირებული ეს ფლათ უსისხლო არ არის ეს რაღაც ესეთი მცირე განაკვეთი არის უბრალოდ ჩვეულებრივი ქირურგია არის არაფერი ის არის მაგრამ ზუსტად იგივე ოპერაციის გაკეთება არის შესაძლებელი იმიტომ რომ ტექნიკურად და ტექნოლოგიურად არის სხვანაირი პროცედურა იმიტომ რომ არის უფრო მეტი ნუ განვითარდა ესე თქვა ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიამ მოგცა საშუალება იმისთვის რომ განაკვეთი არ იყოს დიდი და ქირურგს არ ჭირდებოდეს თქვა პირდაპირ შეხება გულთან მე შორიდან ვმუშაობ პრაქტიკულად გული ჩემგან მოშორებით არის და მე აქედან შემიძლია რომ ოპერაცია გავაკეთო რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველა ოპერაციას ეს შეუძლებელი ყველა ზე გავრცელდეს მაგრამ ნუ აი მიტრალური სარქლის პლასტიკები მიტრალური სარქლის თუნდაც შეცვლა აორტალური სარკოზე შუნტირების ოპერაციებიც ოღონდ ეს ყველაზე არ ვრცელდება რა თქმა უნდა ხა შუნტირების ოპერაციაც ლიმიტირებულია იმიტომ რომ ყველა გააჩნია როგორ ანატომიურად როგორ მისადგომი არის თვითონ სიზარღვი და ასე შემდეგ. ბატონო ლევანი, ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოს სამედიცინო დონესა და ევროპის კონკრეტულად იტალიაზე ალბათ შეიძლება ამ შემთხვევაში დონეს შორის. თვითონ ვართ ჩამოჩენილი თქვათ საერთაშორისო მოთხოვნების სტანდარტებს. იცით რა არის ალბათ ძალიან რთული არის რომ ესე შეადარო ერთი ხელის მოსმით ხა მე ცოტა ხანია უკვე სამი თვე აქ პრობლემები არის რა თქმა უნდა საქართველოში ასევე იტალიაში არ არის ქვეყანა სადაც პრობლემები არ არის ყველგან არის თუნდაც ეს ბიუროკრატიული თუნდაც მაგრამ თავისთავად იცით რა არის საქართველოს ტრადიციულად კარგი ექიმები ყავს ყოველთვის ესე იყო და თვითონ ეს პროფესიონალიზმი კაჩავს ძალიან ბევრს ყოველთვის ვიყავი ჩამორჩენილები იმიტომ რომ კომუნისტურ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება და ჩამორჩენილები ვიყავი ტექნოლოგიურად არაფერის არ ყავ ეხლა უბრალოდ წამოვიდა იმის გამო რომ ეს სახელმწიფო დაფინანსება არის თუნდაც აი რაღაც წამოვიდა ის მომენტი რომ შეიძინა გარდა იმისა რომ ექიმობა და სამედიცინო და ჰიპოკრატეს ფიცის შემდეგ ასევე ბიზნესის მხარე შეიძინა სამედიცინო იმიტომ რომ დაფინანსება წამოვიდა პაციენტს თქვათ არ უწევს ამ ხარჯების დასწრება არსებობს და ამიტომ ეს კომპანიები რომლებსაც ეს სუპერ თანამედროვე დანადგარები აქვს რაღაც ცდილობენ რომ გაყიდონ ეს ყველაფერი და შესაბამისად ივსება უკვე ბაზა მატერიალური რაც ახლა ჩვენთან ჰელსინკორში სადაც მე ვმუშაობ იქ ძალიან ეს თავისთავად ჩემი მოთხოვნაც იყო რომ ჩამოდიოდი და თავისთავად დამფუძნებლების დიდი სურვილიც რომ ყოფილიყო საუკეთესო ყველაფერი ხო ბატონო ლევან აი სადაც ქონდათ მართლაც არაჩვეულებრივი პირობები მუშაობის როგორც ახსენეთ შემოთავაზებები და ასე ვთქვათ წელში გამართული ხართ ხო აი ამ კუთხით გადაწყვიტეთ სამშობლოში დაბრუნება მე რატომ გეკითხებით ამას თქვენ შეიძლება ბევრისთვის იყოთ მაგალითის მიმცემი რომ თქვენი ცოდნა გამოცდილება მოახმაროთ იმ ქვეყანას რომელი ქვეყნის შვილიც ხართ არ ხართ ნაწყენი ამ ქვეყანაზე მიუხედავად იმისა რომ როგორ წახვედით არა და ჯგუფი ძალიან სერიოზული ჯგუფი იკრიბება თქვენს ირგვლივ ამაზეც რომ გითხრათ ორი სიტყვა ცოტა დრო გრჩება სამწუხაროდ როგორ მოვწიფთ აზრი რომ ჩამოსულიყავით და შემოთავაზება აქედან თუ კი შემოთავაზებები ძალიან ხშირად ყოფილა აქედან საქართველოსდან მაგრამ რატომაც თავდებოდა ისე რომ არაფერი ვერ თანხდებოდით რაღაცაში ხა ანუ სურვილი ყოველთვის გქონდათ რომ ყოველთვის გქონდა სურვილი მაგრამ რატომაც ამ პერიოდში ყველა შემოთავაზები თავდებოდა იმით რომ ნუ შენ ჩამოდი და მე ვნახოთ და რაღაც ეს ტიპი. ესე არ არის. ჩემთვის რაღაც ეხა ამდენი წელი უცხოეთში ვიყავი და თუნდაც მე მესმის აბსოლუტურად. ფიქრობდი რომ ეს ასე არ ხდება რაღაცა კონკრეტულად მე ხო და აქ უკვე იყო კონკრეტული შემოთავაზება და მართლაც დაინტერესება რამაც მე მას მიქნა რომ ნუ ესე ვთქვათ ამანთო და გადაწყვეტილება ყოველთვის ჩემ გონებაში მიღებული მქონდა გადაწყვეტილება იმიტომ რომ ის რაღაცის შიში არ უნდა გქონდეს მე არ მაქვს იმის შიში რომ თქვა ჩამოვიდე თუ სად ჩავდიოდი ხო უცხო ქვეყანაში არ ჩავდივარ ჩემ ქვეყანაში ჩამოვდივარ შობლები ალბათ შობლებიც აქ ამყავს და ნუ
მიყვარს ეს ქვეყანა და მინდა აქ და ამ ქვეყნისთვის გავაკეთო რამე, მეტი არაფერი უბრალოდ. ხა ეს ჩემ ცხოვრებაში ჯერჯერობით კიდევ თუ რა არ არის ესეთი ბებერი თქვა და რაღაც ეტაპი ბევრი რამეა წინდა. ჯგუფსაც შეეხება უცხოელი ექიმებიც გაერთიანდებიან თქვენს ირგვლივ, ხო? ჩვენთან ისრაელის და საქართველოს ერთობლივი სამედიცინო კვლევითი კლინიკა არის ჰელსიკორი და ამ კლინიკაში ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი სიზართა ქირურგიის ისრაელის მუშაობს ჩვენთან ერთად. მისი მუშაობა შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, ის ისრაელშიც მუშაობს და ჩვენთანაც არის, მაგრამ როდესაც პაციენტების თვის საჭირო არის სიზართა ქირურგიაში სტენტირებები და ასე შემდეგ და ტავის რაც ინერგება ახლა ჩვენთან, ტავი ეს არის ახალი სიტყვა კარდიოქირურგიაში. ეს არის კომბინირებული სიზართა ქირურგსა და კარდიოქირურგს შორის ერთად კეთდება ეს ოპერაციები აორტის სარკმლის შეცვლაზე. ბატონო ლევან, 20 წელი არ არის ცოტა დრო ხა. ძალიან დიდი მონაკვეთია, შეიძლება ისტორიისთვის არაფერი, მაგრამ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებისთვის და ცხოვრების განმავლობაში 20 წელი ძალიან დიდი დროა. გაატარეთ სამშობლოს გარეშე, ხო? საზღვარგარეთ. დაბრუნდით შემდეგ და ეხა 3 თვეა, ხო, როგორც თქვით, რომ საქართველოში ხო, დეკემბრიდან. ეგრევე მოერგეთ მშობლიურ გარემოს თუ მაინც დაგჭირდეთ რაღაც შეგუება, იმიტომ რომ იქ სხვა ტემპია, სხვა რეჟიმია, სხვა გარემოა. ის რა არის? ალბათ ნამდვილად მიყვარს თბილისი, რომ ეხა ჩემი ქალიშვილი იყო ჩამოსული იტალიიდან იქ ცხოვრობს და ისიც და ეს ჩემი მანქანი დადიოდა და სწავლობდა და ეხა ერთად გავედით იმ დროს და მზიანი ამიტყო დიდი მოძრაობა არ იყო და ვეუბნები მეთქი რა ლამაზია მეთქი არა ბატონ ლევან ბოლო შეკითხვა მოკლედ რომ ვიპასუხოთ ძალიან გადავაცილეთ დროს ესე იგი ჩვენ გვსმენია იმ შესახებ თუ რა თანხებთან არის დაკავშირებული ისეთი რთული ოპერაციების ჩატარება უცხოეთში როგორი სტარდება თქვა ხო აი როგორი იქნება თქვა ჩვენ ქვეყანაში იმიტომ რომ ჩვენი სოციალური ფონი მოგეხსენებათ საზოგადოებისა და ალბათ ეს კითხვა მაყურებელსაც გაუჩნდება რამდენად ხელმისაწვდომი იქნება თქვა აი ამ ეს მაღალი დონის კლინიკაში მკურნალობა ჩვენი პაციენტებისა ისეთ რა არის ხო ხელმისაწვდომობით სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად ნუ საკმაოდ რა ვიცი პრობლემატური არ არის შესაძლებელი არის არაფერი განსაკუთრებული არ არის ხა თავისთავად ძვირი ღირს ოპერაციები მით უმეტეს ხა ჩვენ ცენტრში გაცილებით ნუ შედარებით უფრო ძვირი ღირს მაგრამ ეს იმის გამო არის რომ ხარისხი და თავისთავად ეს სპეციალისტების ესეთი ჩართულობა მოითხოვს უფრო მეტ ფინანსურ რესურსებს თავისთავად გასაგებია და მიუწვდომელი არ არის რა თქმა უნდა არაფერი ოდნავ განსხვავება არის რაღაც იმაში და თუნდაც ის მინინვაზიური ქირურგიაც ისეთი მაქვს თქვა განფასება გვაქვს ისეთი რომ ძალიან დაბალია უტოლდება პრაქტიკულად ჩვეულებრივი ოპერაციის ზონას ძალიან ვიხარია რომ საქართველოში ხართ ნამდვილად წარმატებას გისურვებთ კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი სტუმრობდა განთია